ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015-ის წარმომადგენლებმა დღეს ქარელის რაიონის სოფელ ბრეძას საჯარო სკოლას სპორტული ინვენტარი და კომპიუტერული ტექნიკა გადასცეს. შეხვედრას ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი ლერი ხაბელოვის დაესწრო. ინვენტარის გადაცემის შემდეგ სკოლის წინ კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ცნობილი მომღერლების გარდა სოფელ ბრეძას სკოლის მოსწავლეებმაც მიიღეს. სკოლას აქვს პრობლემები სარემონტო სამუშაოების შესაძლებელი, ამ სარემონტო სამუშაოების ფესტივალის პარკლებში ალექტროახლებიანმა შეფობა აიღო სკოლაზე და შეგვიდა რომ ამ სკოლას მიიღოს ბონუსი გააკეთებს და მთლიანობაში ბავშვებსაც გადასცა საჩუქრები. ეს ადამიანები გარდა იმისა რომ მაცხოვრებლები არიან, შეიძლება ითქვას არიან კიდევ დამატებითი მესაზღვრეები ჩვენი ქვეყნის და გარდა იმისა ჩვენ გვინდა რომ მივაწვდინოთ ხმა ჩვენს ოსწმებს რომ ეს ისინი საქართველოს ნაწილი არიან და ეს ფესტივალი სწორედ მათთვისაც ტარდება და მოუწოდეთ რომ ისინიც ჩაერთონ და შემოგვიერთდნენ ამ დიდზე. საოკუპაციო ზოლთან არსებულ სოფელში მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს ბრეძას საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა. სკოლის მოსწავლეებმა კი თბილისიდან ჩამოსულ სტუმრებს ლექსები წაუკითხეს. გაგიუმჯობესებს სასწავლო გარემოს, სამუშაო პირობები გაგიუმჯობესდება, უფრო ეფექტური იქნება სკოლის განვითარებისთვის. ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2015 წელს საქართველოში ჩატარდება. მასში მონაწილეობას 59 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი მიიღებს.